მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, სტუმრებო, მიხარია რომ აქ ხართ. ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული წარმატებისკენ. მე გახლავართ ნანა გაფრინდაშვილი, ლივგუდის კლუბის წევრი და ძალიან მიხარია რომ მე აი ამ კომპანიაში მოვედი. ძალიან დიდ მადლობას ვეთქვი ციცის, ოლიკოს, ქალბატონ ნანას რომ შემოიტანა ეს კომპანია. მართლაც საოცარი კომპანია არის. ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მექსელები ვინც არიან, ისინი მიხვდებიან ამას, რომ საწყის ეტაპზე სათავეში ყოფნა არის ძალიან კარგი. კომპანია 1 წლის და 1 თვის არის სულ რაღაც და უკვე 1 მილიონ ადამიანს გადააჭარბა მან. 214 ქვეყანაშია გავრცელებული და ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი ყავს უკვე კომპანიას. კომპანიამ წინა წელს 50 მილიონი დოლარი დაარიგა უკან თავის პარტნიორებს დაურიგა ბონუსების სახით. 7 სახის ბონუსია, აქამდე იყო 6 და მე-7 სახის ბონუსიც კი დაამატეს ახლა. კომპანია საკმაოდ გვანებიურებს, ძალიან კარგი, უმაღლესი, ძალიან კარგს ვერ ვიტყვი, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აქვს. საკმაოდ ბევრი, მე თუ მკითხავთ, ნორმალურად არის ყველა სახის პროდუქტი ჯანმრთელობისათვის საჭირო, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის, რადგან ეს არის საკვებზე დანამატები და დღესდღეობით თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ვიტამინი აკლია ჩვენ ორგანიზმს, იმიტომ რომ არ არის კარგი საკვები, არ არის ის ვიტამინები, რაც უნდა იყოს საკვებში, არ არის ის ჰაერი, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ და აქედან გამომდინარე არის უამრავი დაავადებები და ამისთვის რომ არ შეხვდეს ეს დაავადება, გვჭირდება ჩვენს ორგანიზმს გაძლიერება. და ამიტომ საჭიროა ზუსტად ეს ბიოდანამატები. მსოფლიოში უკვე ამის ძალიან გადასულები არიან, მოკლედ, აი ამ ბიოდანამატებზე. ყველა აუცილებლად იღებს აი ამ ბიოდანამატებს, საკვებზე დანამატებს და საქართველოშიც ნელ-ნელა შემოვიდა ეს კულტურა, რომ ხალხმა გაიუმჯობესოს თავისი ჯანმრთელობა. და აქედან გამომდინარე ზუსტად ლივგუდიც მოგვევლინა ჩვენ მხსნელად. ყველანაირ მხსნელად, მოკლედ, რომ ვთქვათ, რომ ფინანსურადაც და ჯანმრთელობითაც. ლივგუდი გვეუბნება ფინანსურად გაიმჯობესეთ პირობები და შემდეგ შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია. ეხლა ლივგუდს რატომ ჭირდება, ლივგუდი ითარგმნება იცხოვრე კარგად და ნამდვილად ამართლებს ამ თავის სახელს. რატომ ჭირდება ეხლა ლივგუდს ჩვენთვის რომ ხელფასი გადაგვიხადოს? ჭირდება იმიტომ რომ დიდ ბაზარზე, მსოფლიო ბაზარზე უნდა რომ გავიდეს, ყველამ გაიცნოს. წარმოიდგინეთ, ლივგუდი რომ იყო ამერიკაში, ჩვენ ქართველებმა სულ არ ვიცოდით. ვიღაცა გაიგებდა ალბათ ამერიკაში და რა, მერე უბრალოდ თვითონ მივიდოდა იქ, იყიდიდა რამეს, ან გამოიწერდა და რაღაც უბრალოდ ესე იქნებოდა. მაგრამ აი ესე რომ გავრცელდა მთელ მსოფლიოში, ჩვენც გავიგეთ და საკმაოდ დავინტერესდით. ძალიან კარგი შემოსავლების გვაძლევს და ძალიან კარგ პროდუქციას, რომელიც ძალიან მალე მეტი და მეტი გახდება. ეს მოდელი აიღო, კლუბური სისტემის მოდელი აიღო სხვადასხვა კლუბური სისტემებიდან და ასევე ქსელურის პატარა ნაწილები შეერთა და მოგვცა უნიკალური მარკეტინგი. და რაში მდგომარეობს ეს მარკეტინგი ახლა? აღარ დავიწყებ აი ამ ჩვენ კომპანიის შემქმნელებზე და მათ წარმატებებზე საუბარს, მინდა რომ რაც შეიძლება მოკლედ მოგიყვეთ და აქ ყველა ვართ მოსულები ხელფასისთვის
და შემდეგ რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმა უკვე შეიძინა ეს პროდუქცია და აღფრთოვანებული საუბრობენ. მეც მინდა ახლა ძალიან მალე ალბათ გამოვიწერ, უკვე იმის პრაქტიკაც მაქვს, თუ როგორ უნდა გამოვიწერო ეს პროდუქცია, ძალიან მარტივია, ძალიან იოლია, ძალიან მალე ჩამოვიდა ეს პროდუქცია. ჩვენ ერთ-ერთ პარტნიორს გამოუწერე და მიიღო მან ეს უკვე ღებულობს ამ ბიოდანამატებს და ძალიან კმაყოფილია. თუმცა მე ცოტა რაღაც შეფერხებების გამო გადავდე ეს პროდუქციის გამოწერა და აუცილებლად გამოვიცე. მე მინდა ახლა ყურადღება გავამახვილო მარკეტინგზე და ზუსტად აი ეს მარკეტინგმა მომხიბლა მე თვითონ ძალიან ბევრ კომპანიაში ვცადებედი, აი ამ ქსელურ სისტემებში ვიყავი, ზოგი ჩემთვის ვყიდულობდი, იქ იყო ყოველთვის ყიდვა-გაყიდვა, რომელიც საკმაოდ რთულია, საკმაოდ დამღლელია და საკმაოდ შრომატევადია. აქედან გამომდინარე, სულ მაინც ვეძებდი უფრო იოლ საქმეს, რადგან მუშაობ ოჯახი, სამუშაო და აქედან გამომდინარე დრო ძალიან ცოტა მაქვს, ძალიან ცოტა და აქედან გამომდინარე მჭირდებოდა რაღაც დამატებითი შემოსავალი, რომელსაც ძალიან დიდ დროს არ დაუთმობდი. თუმცა მაინც საკმაოდ დიდ დროს უთმობ ლილგუთს, იმიტომ რომ ძალიან შემიყვარდა, იმიტომ რომ ძალიან მომწონს და დამნაშავე ვიქნები, რომ თქვენ არ გადმოგცეთ და თქვენ არ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რასაც მე ვიგებ და ვღებულობ ყოველ დღე. აბსოლუტურად YouTube, Google, ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა ჩაწეროთ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ინფორმაცია, უამრავი დადებითი ინფორმაცია, ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, მე უარყოფითი ინფორმაცია ლილგუდის შესახებ არ მომისმენია. სოციალურ ქსელებში ყოველ შემთხვევაში არცად არ მინახია და ვერც ვნახავ, იმიტომ რომ ესეთი მარკეტინგი არც ერთ კომპანიას არ აქვს და ამიტომ, ზუსტად ამიტომ ესეთი მარკეტინგი რომ აქვს, ზუსტად ამიტომ ბიზნეს ფორუმის საიტზე პირველ ათეულში არის მოხვედრილი სხვადასხვა ნომინაციებში და იქ არის მოხვედრილი 1000 კომპანიას შორის და ეს 1000 კომპანია არ არის ისე ხელწამოსაკრავი კომპანიები, ესენი არიან სერიოზული კომპანიები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობენ და საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს. და აი მათ გაუწია კონკურენცია აი ამ კომპანიამ. და აქედან გამომდინარე, კომპანიას ძალიან ბევრი შემოთავაზებები აქვს, უამრავი შემოთავაზებები აქვს და კომპანია რადგან ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციაზე, ამიტომ იწელება ეს გადახედვა ამ კომპანიების და მოგეხსენებათ ამერიკაში გავიგე, მე არ მქონია შეხება, მაგრამ ვინც ცხოვრობს ამერიკაში, მათგან გავიგე, რომ აი ეს ბიუროკრატიული, აი ეს ფურცელომანია და აი უამრავ ინსტანციას გადიან, რომ დაიმტკიცონ ეს ყველაფერი. და აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ იწელება, დროის ფაქტორია, თორემ ძალიან მალე შემოვა მოგზაურობა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და არა ვიცი, 1000 რამ, როგორიც არის მაგალითად Amazon-ზე. და როგორც Amazon-ზე ხდება პროდუქციის გამოწერა, ანალოგიურად ჩვენთანაც ესე ხდება პროდუქციის გამოწერა. სულ ძალიან მარტივია, როდესაც ყველაფერს შევავსებთ ჩვენ კაბინეტში, ზუსტად იმასაც ვავსებთ, რომ იქ წერია ჩვენი ის მონაცემები, სად უნდა მოგვივიდეს პროდუქცია. აი ზუსტად იმიტომ არის საჭირო პოსტის ინდექსი, რომ იმ პოსტის ინდექსით მოვიდეს იმ პოსტაში. 3 ხელის დაჭერით თქვენ ანუ კალათაში ჩააგდებთ, მერე თანხას გადაიხდით და всё, მორჩა მესამე ხელს დაჭერით თქვენ კაბინეტში ნახავთ და მთელი ინფორმაცია გამოწერიდან მოსულამდე ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ. აი დღეს მივიდა თქვენი შეკვეთა კაბინეტში, იქ დღეს ააგროვეს ეს თქვენი შეკვეთა, წამოვიდა, მერე მოვიდა ამ ქალაქში, მერე მივიდა იმ ქალაქში და აი ესე ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის ეს პროდუქცია ჩვენამდე.
ეხლა რა 6 სახის 7 სახის ბონუსი აქვს, უკვე მე-7 სახის ბონუსი დაამატა კომპანიამ და მე რამდენიმე სახის ბონუს გეტყვით, რომელიც არის დასაწყისი ჩვენთვის საინტერესო და ეს არის სწრაფი ბონუსი. და სწრაფი ბონუსი ქვია, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ადამიანს დაარეგისტრირებთ, მეორე კვირასვე $25 უკან გიბრუნებთ კომპანიას. ახლა უყურთ დაწვრილებით გაჩვენებთ როგორ ხდება ეს. ესე იგი მოვედით ჩვენ კომპანიაში და გადავიხადეთ $40. ეს $40 არის ჩვენი საფულეს ვყიდულობთ ამ $40-ით, მზა ბიზნესს ვყიდულობთ $40-ით და რადგან აი ესე ძალიან მოგვეწონება ეს მარკეტინგი, ეს კომპანია, ეს პროდუქცია და ყველაფერი ამ ლივგუდის შესახებ, ამიტომ ჩვენ მოვიწევთ ადამიანებს. რამდენ ადამიანსაც მოვიწევთ, იმდენი $25 ამოგდის. ანუ $40-ის 50% ამოდის ყველა ადამიანიდან. და ეს 50% არის $25. კომპანია სრულებით გათვლილი არის ჩვეულებრივი მათემატიკური მოქმედებებით. ყველაფერი პროცენტებით გვაწვდის ყველა ინფორმაციას, კომპანია 80% აბრუნებს უკან. რა ვიცი, თუ სადმე გინახიათ, რომ რომელიმე კომპანია 80% უკან უბრუნებს თავის პარტნიორს, რა ვიცი, მითხარით და მე იქაც წავალ. და მოკლედ $25 ამოდის შემდეგ 5 შაბათს. ყოველ 5 შაბათს ამოდის ეს თანხები. კვირაში 2 ადამიანი რომ მოიწვიეთ $50 ყოველ 5 შაბათს გექნებათ. რა ვიცი, ვისაც შეუძლია კარგად ადამიანების მოწვევა, $50 ყოველ კვირას ექნება. საწყის ეტაპზე ჩვენიერია. ნახეთ მე შემდეგ ეს ჩვენი მოწვეული ადამიანებიც მოიწვევენ ადამიანებს, ზოგი ერთს მოიწვევს, ზოგი ორს მოიწვევს, ზოგი 10-ს მოიწვევს, გააჩნია როგორი მუშა ადამიანი იქნება, როგორი აქტიური ადამიანი იქნება, ზოგი საერთოდ არავის არ მოიწვევს და აი ამ თითოეული ადამიანიდან კიდე 10% ამოგდის, ანუ $5. ძალიან მარტივი, ძალიან იოლი და ძალიან კარგია. და ეხლა ნახეთ, აი ეს შრეები მე რაც ვთქვი, ანუ 50% და ის 10%, ამოდის შრეებიდან, სიღრმეებიდან. სიღრმეების გასახსნელად ჭირდება სტატუსები. სტატუსები აქვს იოლად გადიხართ სტატუსებზე და სტატუსები აქვს ესეთი: ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ბრილიანტი. ბრინჯაო ხდებით 2 ადამიანის მოწვევით, აი სრულ რაღაც 2 ადამიანს მოიწევთ $25, ანუ თქვენი ის $50 ამოგივიდათ, всё, მორჩა, თქვენ ხართ უკვე ბრინჯაო. შემდეგ თუ მოიწვევთ მესამე ადამიანს და ეს 3 ადამიანი გახდება ბრინჯაოები, ანუ მოიწვევენ 2 ადამიანს და ჯგუფში იქნება 20 ადამიანი, თქვენ გახდებით ვერცხლი. მაგრამ ნახეთ, ვერცხლის გახდომის მეორენაირი ხერხიც არის, ვინც მართლა ესეთი აქტიურია და სწრაფად მოყავთ ადამიანები, 10 ადამიანს მოიწვევს პირად ხაზში ეყოლება 10 ადამიანი და ის 10 ადამიანი თითო ადამიანს მოიწვევს, უკვე 20 ადამიანი გაუხდება მას ჯგუფში და ის გახდება ვერცხლი. ანუ ან 3 ადამიანი ბრინჯაო, ან 10 ადამიანი და თითო და ჯგუფში 20 ადამიანი და უკვე ვერცხლია. შემდეგ ეს 3 ადამიანი გახდება 3 ადამიანი გახდება ვერცხლი და თქვენ გახდებით ოქრო, ეს 3 ადამიანი გახდება ოქრო და თქვენ პლატინა, ეს 3 ადამიანი გახდება პლატინა, თქვენ გახდებით ბრილიანტი, ну ბრილიანტს უნდა ყავდეს 2000 ადამიანი ჯგუფში. და ახლა ნახეთ, რა პრივილეგიები აქვს აი ამ სტატუსებს. სტატუსების მიხედვით, როგორც გითხარით, სწრაფი დარიცხვის სწრაფი ბონუსის შემთხვევაში იხსნება შრეები. სულ არის 10 შრე.
ესე იგი, ბრინჯაოს 2 შრე ხსნება, 2 სიღრმე, ვერცხლს 4, ოქროს 6, პლატინას 8 და ბრილიანტს ხსნება 10 სიღრმე. Ну, ბრილიანტი სტატუსი ასვლა არის ძალიან მაგარი და ბრილიანტის სტატუსზე რომ ახვალთ, მოკლედ ისი ამოგივათ ხელფასები, რომ ვერაფერს ვერ გაიგებთ, ოღონდ თან საკმაოდ დიდი ხელფასები. და პროცენტები ესე გადანაწილდება 50% პირველი სიღრმიდან, მეორედან 10%, შემდეგ 5%, 5%, 3%, 2, 2 და 1 და 1% აი ესე გადანაწილდება ამ 10 სიღრმიდან ამოსული ხელფასები და ბოლო თითო პროცენტი უბრალოდ თქვენ ვერ წარმოიდგენთ მეათე სიღრმეში რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს და იმდენი ადამიანის $50 თითო პროცენტი არის საოცრად დიდი და აქედან გამომდინარე აი ის თითო პროცენტი და აი ამდენი სიღრმიდან ამოსული პროცენტები არის ძალიან მაგარი და ეხლა გადავიდეთ მეორე ბონუსზე და მეორე ბონუსი არის გლობალური ბონუსი. ეს არის უკვე სტაბილური ბონუსი, ეს არის ყოველთვიური ბონუსი. ეს ბონუსი გვერიცხება ჩვენ $10-დან. $10 უნდა ვიხადოთ, აი ერთადერთი მოთხოვნა აქვს კომპანიას, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ $10. $10 იწვევს იმას, რომ ჩვენ პროდუქცია გვაქვს 75%-იანი ფასდაკლებით და ჩვენ აი ეს $10 აკეთებს იმას, რომ აი ამ მატრიციდან 25 ცენტები ყველა ადამიანიდან თითო ადამიანიდან ამოდის უკან და ჩვენ გვერიცხება ხელფასის სახით. აი ეს $10 აკეთებს არიან ცირკულაციაზე. მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს ეს $10 და ეს ამ $10-ის დავიწყება აკეთებს იმას, რომ თქვენ ქსელს დაკარგავთ და ჩამოვარდებით ხვევით და ხელახლა უნდა დაიწყოთ ქსელის შენება. ამიტომ უნდა ვეცადოთ ერთადერთი რაც გვევალება, რომ ეს $10 გადავიხადოთ და მოვიწვიოთ ადამიანები. ამ კომპანიაში მეტი ფაქტიურად არაფერი არ გევალება, დანარჩენში ხართ თავისუფალი, რაც გინდათ ის გააკეთეთ, გინდათ იყიდეთ, გინდა გაყიდეთ, გინდა იყიდეთ ეს პროდუქცია და სხვას მიყიდეთ 10 მაგ ფაში, თუ ესეთი გაყიდვები მოგწონთ და გინდათ, არც მაგით არ ვიზღუდავს კომპანია და აქედან გამომდინარე ყველაფერში ვართ აბსოლუტურად თავისუფლები. კომპანია ყველანაირად გამჭირვალეა, ეს ყველაფერი თქვენ კაბინეტში დაწურვილებით, რასაც მე ვლაპარაკობ, ყველაფერი იქწერია და შემდეგი ბონუსი მინდა ვთქვა, რომ ეს არის გლობალური ბონუსი, როგორც გითხარით და აი აქედან ამოდის ყოველთვიურად. ეს არის მზარდი ბონუსი და რა თქმა უნდა, როდესაც მივაღწევთ რაღაც განსაზღვრულ ეტაპს, რომელიც ჩვენთვის არის განსაზღვრული, უკვე всё, იმით იქით მეტი აი ამ ბონუსიდან მეტი აღარ ამოვა. ანუ ბრილიანტებს ეხსნება 15 ლეველი და იმ 15 ლეველს რომ დახურავენ, всё, იმ 15 ლეველის იქით აი ამ ბონუსიდან მათ მეტი ხელფასი აღარ ავიღათ. თუმცა მე-15 ლეველის დახუვის შემთხვევაში ბრილიანტს $16,000 ერიცხება. და აი ამ $16,000-ის გარდა იმდენი ბონუსებიდან, იმდენი თანხები ამოდის, რომ მერწმუნეთ ეს $16,000-ის რომ არ დაერიცხოთ, მაინც ძალიან დიდ თანხაზე არიან. ეხლა ნახეთ, აი აქ არის კიდევ ერთი მომენტი. აქ არის მატრიცა, რომელიც ყველა ადამიანს ყავს 2 ადამიანი. აი ესე, 2 ადამიანი და მატრიცა იზრდება აი ესეთნაირად. პირველ როგორც გითხარით, 15 საფეხურია, 15 ლეველი და პირველ ლეველზე არის 2 ადამიანი, შემდეგ 4, მერე 8, 16, 32, 64, 128, 256, 512, 1024 და აი ესე შემდეგ, აი ესე ნელ-ნელა სიღრმეში ჩადის ეს ცარიელი უჯრები, რომლებიც უნდა შევავსოთ ჩვენმა მოწვეულებმა, მათმა მოწვეულებმა და აგრეთვე ჩვენმა ზედა სპონსორებმა. ეხლა რა ხდება? ნახეთ, როდესაც ადამიანი მოვიდა პასიურად. მოვიდა ადამიანი, გადაიხადა $50 და მეტს არაფერს არ იხდის ეს ადამიანი.
ესეთი ადამიანიც კი ადის 2047 ხელფასზე და იცით როგორ მისი ზედა სპონსორი მუშაობს და აი ამ პასიურ ადამიანს ჩამოუვარდება ადამიანები. ჩამოუცვდება ეს ადამიანები და აი ამ ადამიანებით ეს ადამიანი გადის აი ამ $47 ხელფასს. და აი ამ ადამიანების ჩამოსხმას აკეთებს ჭკვიანი რობოტი, ანუ ჩვენ არ გვჭირდება რომელი ფეხში ჩავსვათ, პასიური, არაპასიური, აქტიური. უბრალოდ მოდით, მოიწვიეთ, დაარეგისტრირეთ, გინდა პირად ხალხი, გინდა თქვენი ახლობელს დაეხმარეთ, გინდა, მოკლედ, სადაც გინდათ იქ ჩასვით ეს ადამიანი, დანარჩენს რობოტი გააკეთებს. და ეს მოკლედ ჩაუსვა რობოტმა აქეთ, მერე ეს ადამიანიც თუ არ იქნება აქტიური, რა თქმა უნდა, რთულია არააქტიური ადამიანისთვის, ოღონდ უბრალოდ არააქტიური ადამიანი, პასიური ადამიანი, როდის გავა იმ $2047 ხელფასზე, რთული საკითხავია. ამასაც ცოტა იღბალი და ბედი სჭირდება, სად მოხვდება და მის ქვევით ვინ მოხვდება. ანუ აქტიურ ჯგუფში ყოველთვის უკეთესია პასიური ადამიანის მოხვედრა. თუმცა ბევრი მოვიდა პასიურად და დღეს ყველა ის პასიური ადამიანმა დაიწყო მუშაობა. იმიტომ რომ დაინახეს რომ ადამიანების მოყვანით ადით $25 და დაინახეს რომ იმ პასიურობითაც მათ უკვე რაღაც თანხები აუვიდათ. ეხლა აქტიური ადამიანი შემთხვევაში აქტიური ადამიანს მოყავს რამდენიმე ადამიანი, მერე მათაც მოყავთ და აი ესე იზრდება. ესე იგი პასიურ ადამიანს 12 ლეველი ეხსნება, შემდეგ ბრინჯაოს და ვერცხლს ეხსნება 14 ლეველი. 14 ლეველიდან მას ადის $4000 ხელფასი, შემდეგ ოქროს და პლატინას ეხსნებათ ოქროს და პლატინას ეხსნებათ 14 ლეველი და $8000 ადის და ბრინჯაოს და ვერცხლს ეხსნებათ 13 ლეველი და $4000 ხელფასი ადიან და ბრილიანტს ეხსნება 15 ლეველი და ის ადის $16000 ხელფასზე. ეს შეივსო მათი ეს მატრიცა და შეუძლიათ გაჩერდნენ. ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია, თქვენ გინდათ გახდით ვერცხლი და всё, იმის იქით აღარ გინდათ არც ადამიანების მოწვევა, არც არაფერი, თუმცა იმდენად მუშაობს ეს ყველაფერი, რომ თქვენ გინდათ თუ არ გინდათ უკვე მაინც გახდებით ოქრო, მაინც გახდებით პლატინა, მაინც გახდებით ბრილიანტი, ოღონდ ეს უკვე დროის საკითხია. და გაჩერდებით ესე, აღარ იმუშავებთ და ის $4000 დაგაკმაყოფილებთ და იმის იქით აღარ წახვალთ არსად. აი ესიც შესაძლებელია. შემდეგ ბონუს აგიხსნით, აი ზუსტად აი ამ ბონუსიდან ამოდის ყველაზე დიდი თანხები, ეს არის მაჩიკ ბონუსი და მაჩიკ ბონუსიდან ამოდის საოცარი თანხები და ახლა გეტყვით. მაჩიკ ბონუსს ეხსნება 5 საფეხური, 5 სიღრმე უფრო სწორად რომ გითხრათ, ანუ როდესაც თქვენ გადიხართ რაღაც ხელფასზე, თქვათ $2000-ზე გახვედით და თქვენი მოწვეული ადამიანები არ ვიცი, რამდენიც გეყოლებათ, გავიდნენ ზოგი $1000-ზე გავიდა, ზოგი $500-ზე გავიდა, ზოგი $16000-ზე გავიდა, იმიტომ რომ გახდა ბრილიანტი უკვე ძალიან, მაგრამ იმუშავა და გახდა და შეავსო თავისი უჯრები. ზოგი $5-ზე გავიდა, ზოგი ჯერ არაფერზე არ გასულა, თუნდაც 0.50 ცენტზე გავიდა. აი აქიდანაც კი ამოგივათ თქვენ მაჩიკ ბონუსი და აი ყველა აი ამ ადამიანების თანხებიდან თქვენ 50% ამოგდით. აი ამათი ხელფასის 50%, ოღონდ ამათ არაფერი არ აკლდებათ აბსოლუტურად. კომპანია გიხდით ამ 50%-ს, რადგან თქვენ ესეთი აქტიური და კარგი ადამიანები მოიყვანეთ კომპანიაში და გააცნეთ კომპანია.
ბრინჯაოს აი ეს ერთი ხაზი ეხსნება, ერთი სიღრმე ეხსნება და ეს $50 ამოდის. ვერცხლს ორი სიღრმე ეხსნება და $50 და $50 არა, ბოდიში 50% და 10% ამოდის. შემდეგ ოქროს სამი სიღრმე ეხსნება, 50, 10 და 5, პლატინას მეოთხე სიღრმეც ეხსნება, 50, 10, 5 და 5 და ბრილიანტს ეხსნება ხუთივე სიღრმე, 50%, 10%, 5%, 5% და 3%. და აი ეს თანხები ადის საკმაოდ დიდ თანხებზე. საკმაოდ დიდ თანხებზე და აი ამ ხელფას უკვე ჩვენი ბრილიანტები იღებენ. რა თქმა უნდა, ოქროსაც კარგი ხელფასები აქვთ უკვე ხელფასებზე გასულები არიან ოქროს მფლობელები და ჩვენთან უკვე ძალიან ბევრი ვერცხლია, ოქრო მხოლოდ ოქრო ორი გვყავს საქართველოში და ნანალომიძეც ოქროა უკვე მალე პლატინა გახდება და ყველა საკმაოდ დიდ ხელფასზეა არის ასული. ესე რომ ყველაფერი მიღწევადია, ანუ მათ თუ შევძლებთ ჩვენს. უბრალოდ სწორად უნდა მივაწოდოთ ადამიანებს აი ეს მარკეტინგი, სწორად უნდა აუხსნათ და სწორი ხედვა უნდა გაუხსნათ მათ. შემდეგი ბონუსები არის პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანია ჩვენ ამ ყიდვა-გაყიდვას არ გვავალებს, მაგრამ გვაქვს რეფერალური ლინკები და აი ამ რეფერალური ლინკების გავრცელებით კომპანია მაშინვე როგორც კი გაიყიდება პროდუქცია, მაშინვე გვირიცხავს განსხვავებული თანხის 50%-ს. თუ ძალიან ბევრი პროდუქცია გაიყიდება, უკვე 60%, 70, 80 და даже 100%-საც კი გვიბრუნებს უკან. შემდეგი არის უკვე ბრილიანტისთვის და გვირგვინოსანი ბრილიანტისთვის, რომელსაც კომპანია 2%-იან წილში სვავს. კიდე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, ეს არის ნანალომიძის შემუშავებული სტრატეგია, რომელიც ძალიან მარტივია და ძალიან იოლად ადიან ხელფასზე. ეს სტრატეგია უკვე გამოიმუშავეს გერმანელმა ბიჭებმა და დატესტეს და უკვე ნამოდვილად მოქმედებს, თუმცა ცოტა გაეწელათ და 3 თვის მაგივრად ისინი მე-6 თვეს ავიდნენ $8,000 ხელფასზე და ახლა როგორ ხდება ეს? მას დაარქვა 2-5-90 და რატომ იცით? ორი ადამიანის მოწვევა 5 დღეში, 90 დღის შემდეგ თქვენ გადიხართ $4,000 და $8,000 ხელფასზე და არა მარტო თქვენ, არამედ აი თქვენს დასაწყის ეტაპზე ვინც არის. შემდეგ თუ ის ადამიანებიც გაგრძელებენ, რა თქმა უნდა, ის ადამიანებიც გადიან. ანუ როგორც გითხარით, თითოეულ ადამიანს ორ-ორი ადამიანი ყავს ქვევით. ყველა ადამიანს ყავს ორ-ორი ადამიანი. და წარმოიდგინეთ, აი ყველა ადამიანმა რომ თავისი ორ-ორი ადამიანი მოიყვანოს. თავისი ორ-ორი ადამიანი 5 ძალიან მოკლე დროის მონაკვეთში. და 3 თვე აი ეს ჯაჭვი რომ არ გაწყდეს და ესე მოიყვანოს ყველა ადამიანმა ეს ორ-ორი ადამიანი, 3 თვეში ადიან ხელფასზე. 3 თვეში. შემდეგ ნანალომიძემაც თქვა და მეც ჩემი დაკვირვებიდან ვთქვი, რომ უფრო კარგი შედეგი და სწრაფი შედეგი ექნება 3 ადამიანის მოწვევას. 3 ადამიანის მოწვევით გავალთ ჩვენ უფრო მალე თან უფრო დიდ ხელფასზე, რადგან 3 ადამიანის მოწვევით ჩვენ სტატუსებზეც ავდივართ, ჩვენ გავდივართ სტატუსებზე, სიღრმეებიდანაც ამოგვდის ხელფასები და რა თქმა უნდა, უფრო მალე დაიხურება ეს ჩვენი შეივსება ეს ჩვენი ლეველები და უფრო მალე ამოგვივა ჩვენ ხელფასი. ესე რომ
არ არის რთული, თუ ერთმანეთს გვერდში დაუდექით, თუ სწრაფად მოვედით ამ კომპანიაში და აი ესე მარტივად ავიღეთ ხელფასი. ესე რომ გისურვებთ ყველას წარმატებებს და ეხლა თქვენიდან ველოდები კითხვა პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ, თუ რამე გაინტერესებთ, მე შემიძლია ყველა ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ პასუხი. მოგესალმებით, ქალბატონო ნანა. მოგესალმებით. კითხვა მაქვს ესეთი, დაუშვათ და ადამიანი არის პასიური, ვერა და ვერ მოიწვია ვერავინ. როდესაც შეევსება, ანუ რობოტის მეშვეობით ხდება ეს ლეველების შევსება, რომ როდესაც ჩამოესხმება მის ქვევით ადამიანები, იმ შემთხვევაში გადის $2047-ზე. ანუ ეს ერთჯერადი არის თუ ხელფასის სახით იქნება? არა, ნახეთ, ნახეთ, კი ბატონო, კარგი კითხვა იყო. ეს ყველაფერი, ნახეთ, როდესაც ჩვენ შეგვევსება ეს ლეველები, ხელფასზე გავდივართ, ხელფასზე. ეს იქნება შემდეგ ყოველთვიურად და ნახეთ რატომ ხელფასზე გავდივართ, როგორც გითხარით. ეს არის იმ $10 გადახდიდან ამოგდის 25 ცენტი. ნახეთ, ყოველთვე ხო ვიხდით $1000. ერთი თვე გადავიხადეთ $10, ამოვიდა ეს $2047, იმიტომ რომ ჩვენ შევსებული გვაქვს. ჩვენს ქვემოთ ყველა ვინც გადაიხადა $10, ამოგვივიდა ეს $2047. შემდეგ კი ბატონო, შემდეგ თვეში თუ გადაიხდის ეს ადამიანები ამ $1000, ისევ შეგროვდება და ამოვა აი ეს $2047. ეს იქნება მაგრამ სანამ იქნებით თქვენ ამ კომპანიაში და სანამ იარსებებს ეს კომპანია. მადლობა დიდი. გაიხარეთ. გამარჯობა. შეიძლება გამარჯობა. კი ბატონო. იცით რა მაინტერესებს? ორი პატარა არასრულწლოვანი შვილები მყავს და თუ შეიძლება რომ შვილები აქ დავარეგისტრირო და მე უკვე მე მოვიყვანო ხალხი მაგალითად. და მაგ შემთხვევაში რომ დაერიცხოს ეგ ფულები, აი ფულები. კი ბატონო. აი ოლიკოს ყავს მასე თავისი არასრულწლოვანი შვილები დარეგისტრირებული. ოღონდ ეს არასრულწლოვანი ბავშვები უნდა დავარეგისტრიროთ შიდა საფულით, რადგან მათ არ აქვთ ბანკის კარტა და შესაძლებელია. და ვთქვათ, მე ვარ იტალიაში და მე ბავშვები არიან საქართველოში. ხო და მე რომ მაგი გავაკონტროლო, შემიძლია? რა თქმა უნდა, თქვენ ნებისმიერი, თქვენ ეს ყველაფერი გექნებათ ტელეფონში და სადაც არ უნდა წახვიდეთ, გექნებათ სულ ტელეფონში და ტელეფონიდან ყველაფერს გააკონტროლებთ ჩვეულებრივად. თუ გინდა 10 კაბინეტი გქონდეთ თქვენი და 10-ვე კაბინეტს გააკონტროლებთ. ძალიან კაი, ანუ მე რო შევალ ჩემ შვილებსაც შემოვიყვან და იმათაც უნდათ $50, ხო? კი ბატონო. კიდე იცით რა მაინტერესებს? Хорошо. იცით კიდე რა მაინტერესებს? აი $10 როგორ უნდა ჩავრიცხო, რომ მე მაგალითად აი შიდა საფულს კი ბატონო. მაგას თალკე კითხვა არის. დიახ, აი როგორ უნდა კი ბატონო. გეტყვით ახლა, ნახეთ, ცოტა შიდა საფულეში თანხები ძალიან ჭირს, მაგრამ ნახეთ, თქვენ როდესაც მოიწვევთ ადამიანებს, თქვენი მოწვეული ადამიანებიდან თქვენ დაგერიცხებათ $25 და იმ $25-დან ის $25 დაგერიცხებათ შიდა საფულეზე და იმ შიდა საფულით გადაიხდით თქვენ იმ $1000-ს დასაწყის ეტაპზე. ასევე კომპანიას აქვს $140 თუ გადაიხდით, ეგრევე თქვენ მთელი წლის საწევროს გადაიხდით და პლუს იმ $40-ს, რაც არის სარეგისტრაციო თანხა. უბრალოდ შიდა საფულეზე ძალიან ჭირს აი ამ დოლარების ჯერჯერობით მოძიება.
მალე მაგასაც შევძლებთ, იმდენად აქტიურად მუშაობს ჩვენი გუნდი და აი ერთადერთი გამოსავალი ეს არის, რომ სწრაფად მოიწვიოთ ადამიანები, რომ თქვენ შიდა საფულეზე გქონდეთ აი ეს თქვენი გადასახდელი თანხა. აი ნახეთ, მოახვედით, გადაიხადეთ ეს $50, როგორღაც შეგიგროვებთ ამ $50 და თქვენ გადაიხდით შიდა საფულიდან $50 და ძალიან მალე მოიწვიეთ 4 ადამიანი. 4 ადამიანის მოწვევით თქვენ უკვე $100 შეგროვებული გექნებათ და იმ ერთი წლის საწევროს გადაიხდით ეგრევე. ხო და იცით რა კითხვა მაქვს? მაგალითად, აი მოვედი და ვერ მოვიწვიე ადამიანი, ხო ვთქვათ, ასე ვთქვათ, პასიური რაღაც მომენტში პასიური ვარ, ხო? კი ბატონო. ხო ხდება არასჯერად რაღაცა, ხო? აი კი მაგ ბატონო. მომენტში როგორ უნდა მოვიქცე, რომ მაგ მომენტში აი როგორ ხდება? კი ბატონო, მაგ მომენტში უნდა მოიქცეთ ისე როგორც ეხლა გადაიხდით $50 მოვიძიებთ ჩვენ პარტნიორებში ამ $50, მაშინ შემდეგ თვეშიც ესე მოვიძიებთ ამ $10. ნანა, ალინა, ჩემთან ხომდება დღეს. ძალიან კარგი. დაგერიცხა უკვე? დაგერიცხა უკვე? $60. დაგერიცხა უკვე, არ გინახია? მე $40 დამაგდა და ეთყობა მეორე ხუთშაბათს დაირიცხება იგი. ხო. ის ცოტა გვიან გავაფორე. დამერიცხა ნანა 40 გოგო. სიდან ამოდი ძალიან მაგარია, გილოცავთ. მიხარია ძალიან. როზასგან დაგერიცხა, როზასგან დიახ, ანუ ბოდიშ გიხდი და კითხვა ვერ დაასრულეთ და მეც ვერ გავიგე, ანუ რო ამბობ. კარგი, ნახეთ. ამიტომ ერთმანეთს დააცადეთ გოგოებო საუბარი. ერთი რო დაასრულეთ, შემდეგ მეორე თურით და ასე. ნახეთ, როგორც აი ეს $50 მოვიძიეთ, ზუსტად ანალოგიურად, ესე მოვიძიებთ აი ამ $10, თქვენ ვინც გადაგიხდით იმ $10 შიდა საფულიდან, მას დაურიცხავთ $10 პირად ანგარიშზე და აი ესე იქნება. დასაწყის ეტაპზე. დიახ, კი ბატონო. დიახ, და კიდევ ერთხელ შეგაწუხებ და всё, ბიტკოინი მაინტერესებს და ეს მასტერკარდი როგორ ხდება? ანუ ეს ელექტრონული ფული, ბიტკოინი და მასტერკარდი კი არა, ეგ საქართველოს ბანკი, ის მობილბანკი. ანუ ეგენი დიახ. კი ბატონო, ნახეთ, სოფლიო გადადის 25 წლიდან და საქართველოს გადადის ელექტრონულ ფულზე, რაც ძალიან არ მინდა და მე მაგრამ რა ვქნათ. ხო და ეს პროცესი როგორ უნდა გაგრძელდეს? ხო. ეხლა ნახეთ, ჯერჯერობით ჩვენ ეს გვექნება შიდა საფულეზე, ეს თანხები და ამ შიდა საფულით ერთმანეთში ვაცოცხლებთ ამ თანხას. შემდეგ კომპანიას აქვს შუალედური საფულე, ეს არის ზუსტად აი ისეთი ელექტრონული საფულე, როგორც თქვენ ამბობთ, რომ უნდა გადავიდეს, მაგრამ ჯერჯერობით მერწმუნეთ, რომ საქართველოში მაგ თანხაზე ვერ გადავლენ, იმიტომ რომ სოფლებში ხალხს არაფერი შემოსავალი არ აქვს და თავიანთი შემოსავლები აქვს და რთულია ესე იოლად ვერ გადავა საქართველოს ჯერჯერობით მაგ სისტემაზე და კომპანიას აქვს ელექტრონული საფულე, ზუსტად აი ესეთი ელექტრონული საფულია, ეს არის BitPay საფულე, რომელსაც მივაბავთ აი ჩვენ ამ კრიპტო საფულეებს და აი ამ საფულეებით შეგვიძლია ჩვენ გამოვიტანოთ ეს თანხა. და ზუსტად აი ამ კრიპტო საფულეში არის ეს ბიტკოინი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ ბიტკოინის სახით გამოვიტანოთ თანხა, ან გადავიტანოთ ნებისმიერ ვალუტაზე და ისე გამოვიტანოთ ეს თანხები. ეს უფრო შემდგომი პროცესებია, მივიდეთ იქამდე და აუცილებლად გამოვიტანთ თანხებს, იმიტომ რომ ჩვენთან უკვე გამოაქვთ თანხები ჩვეულებრივად, პირიქით იქით შეტანა გვინდა შიდა ანგარიშზე, თორე თანხის გათეთრება და ერთმანეთში გათეთრებას არაფერი არ უდგას წინ.
ანუ ბიტკოინი დრო შევიდე ბანკში, შემიძლია ბანკიდანაც გამოვიტანო ნებისმიერ ვალუტაზე, ხო ეს ფული? კი ბატონო, ელექტრონულად. ნებისმიერი ვალუტით გამოიტანთ ამ თანხას. თქვენ ბიტკოინით გინდათ რომ გადაიხადოთ, გააქვთ ბიტკოინები, ანუ კრიპტოვალუტითაც შეიძლება დარეგისტრირება, თუ თქვენ გაქვთ კრიპტოვალუტითაც ხდება დარეგისტრირება. ანუ იცით როგორ კრიპტოვალუტა არ მაქვს და ისე შეიძლება რომ გავაკეთოთ კრიპტოვალუტაც რომ იყოს მაგიმაში გაერთიანებული, შეერთებული. აჰა, გასაგებია თქვენი კითხვა. ანუ ნახეთ, ზუსტად მაგას გეუბნებით. BitPay საფულე არის კრიპტოსაფულე და იქ არის ბიტკოინი. ზუსტად აი ეს ბიტკოინი, თქვენ თუ გინდათ როგორც ბიტკოინი, ანუ წარმოიდგინეთ ეს თანხა, ეს დოლარები იმ კრიპტოსაფულეში გადადის ბიტკოინებზე და თუ გინდათ თქვენ ეს ბიტკოინი შეინახეთ, თუ გინდათ შემდეგ რომელ საფულესაც მიაყავთ, იმ საფულით რომელ ვალუტაში გინდათ, იმ ვალუტაში გამოიტანთ. გასაგებია. დიდი მადლობა. დიახ, არაფერს. დავრეგისტრირდები და ამასობაში მოვიფიქრებ. დიდი მადლობა. არაფერს. წარმატებები. ალბათ საქართველოში ანუ ბარათის მიბმა შეიძლება, ხო? კი ბატონო, ნახეთ როგორ არის საქართველოშიც და ნებისმიერ ქვეყანაში BitPay-ს კარტას უნდა მივაბათ ჩვენი ბარათები და გადადის თანხები იქ. ამას შემდეგ მეც ჯერჯერობით არ ვიცი ზუსტად, არ თეორიულად ვიცი და პრაქტიკულად არ გამიკეთებია და როდესაც პრაქტიკულად გავაკეთებ ამ ყველაფერს, თქვენც აბსოლუტურად სულ შეგასწავლით ჩემ პრაქტიკას გაგიზიარებთ მოკლედ. მადლობა ნანა. გაიხარეთ. მოგესალმებით პატრიცია მოგესტუმრებო. კარგია მოგესალმებით. კარგია რომ კითხვები გაქვთ, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ თქვენ ფაქტიურად დაინტერესებული ხართ ამ კომპანიით, აქ მუშაობით, მართლაც ეს არის უსერიოზულესი კომპანია და უსერიოზულესი ბიზნესი. გამიხარდა ახლა წერან ქალბატონმა რო ახსენა რომ უკვე შვილების დარეგისტრირებაც უნდა. აი თქვენ გაქვთ ძალიან სწორი და კარგი ხედვა. იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრებს ვარეგისტრირებთ და როგორია ახლა ყველა ხუთშაბათი გვიხარია. ყოველ ხუთშაბათს გვაქვს დოლარების ზეიმი, ხელფასების ასე ვთქვათ. აჩქარებულია გოგოები თუ ჩემთან არის ესე. აჩქარებულად ისმის? ეხლა კარგად ისმის, ძალიან ჩქარად ისმოდა. კარგი, ის ციცი გააგრძელე ბოდიში. ბოდიში არა. არა, პირიქით თუ აჩქარებულად ისმის, ადამიანი ვერაფერს ვერ გაიგებდა. ასე რომ მართლაც სწორი ხედვა უნდა განვივითაროთ აქ და აი ძალიან გამიხარდა სახელი არ მახსოვს იმ ქალბატონის, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე შვილები უნდა დაარეგისტრიროს. სწორედ ასე ვიქცევით ჩვენ ოჯახის წევრებს ვარეგისტრირებთ. სად ახლა მხოლოდ ჩემგან რო იქნება ყოველთვიური თუ ყოველკვირეული შემოსავალი და სად ახლა ოჯახში რამდენიც ვართ 4, 3 თუ 5 და ასე შემდეგ, ხო? არიან ქალბატონები, რომლებიც უფრო მრავალშვილიანები არიან და ყველა შვილები დარეგისტრირებული ყავთ მეუღლე და წარმოიდგინეთ ახლა მათი შემოსავალი ყოველ 5 შაბათს, ხო? თითოეული ადამიანისგან კომპანია, როდესაც შრომობთ და იზრდება ჩვენი გუნდი და ჩვენი სტრუქტურა, როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა 25 ცენტობით გავდივართ ჩვენ აი ამ ხელა ხელფასზე. და სწორედ ის 10 დოლარი აკეთებს, აი როგორც დედამიწა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს. აი ეს 10 დოლარი, აი ასეთი წრებრუნვას აკეთებს, ასე ვთქვათ, ცირკულაციას და ჩვენ გავდივართ გლობალურ ხელფასებზე. რა თქმა უნდა, როგორც თქვით, ავდივართ დაბალი 40, 60, 100 დოლარი, 200 და 1000, 2000 და უკვე 16000 აქვს უკვე ბრილიანტის სტატუსის მფლობელს. ასე რომ აქ თავისუფლად შეგვიძლია ვისაც რამდენი გვსურს, იმდენი გამოვიმუშაოთ. კომპანია ნამდვილად ჰუმანურია, კომპანია გვაძლევს ჩვენ ამის სრულ შანსს.
ასევე ქალბატონმა ნანა ლომიძემ ეს კომპანია, ვინც შემოიტანა საქართველოში და მართლაც უბედნიერესები ვართ და ყველა მადლიერი ვართ, იმიტომ რომ ასეთი კომპანია საქართველოში პირველად შემოვიდა და პირველ მილიონებს შორის ვართ ჩვენ მოხვედრილი და არა ის როგორც ზოგადად კომპანიები შემოდის საქართველოში ბოლოს რომ შემოაღწევს და ფაქტიურად უშედეგო იყო იქ ჩემი მუშაობა და არაერთი აქ ყოფილი ჩვენი პარტნიორებისაც. ამიტომ ასევე მოგვიმზადა ქალბატონმა ნანა ლომიძემ გვაქვს ინსტრუქციების ჩათი, აქ კიდევ ჩავაგდებთ ჩვენ, გვაქვს ჩაგდებული, სადაც შეგიძლიათ შებრძანდეთ იქ აბსოლუტურად ყველა დეტალი აქვს ქალბატონ ნანას ვიდეო რგოლების მეშვეობით გაკეთებული და ნებისმიერი რამ შეგვიძლია თავად დავრეგისტრირდეთ, როგორ შევიდეთ ჩვენს კაბინეტში, როგორ გადავიხადოთ კრიპტოვალუტით თუ ასე შემდგომ. ყველაფერი არის იქ ინფორმაცია მოცემული. ასე რომ ჩვენ რა დაგვრჩენია, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ეს კომპანია შევირგოთ, ვიმუშაოთ რა მოიაზრება ახლა მუშაობაში, ხო, ფაქტიურად კეთილსაქმეს ვაკეთებთ, ყველა ადამიანებს გადავცემთ იმ მნიშვნელოვან სასიხარულო ინფორმაციას, რაც ჩვენ გავიგეთ, ხო? მართლაც როგორც აღნიშნა წეღან ნანამ ბოროტება იქნება, რომ დაჭდეს შენთვის მხოლოდ შენთვის გქონდეს ბიოდანამატები, შენთვის გქონდეს ყოველკვირეული თუ ყოველთვიური შემოსავალი დოლარში და არ გაუზიარო ნაცნობებს, უცნობებს, ახლობლებს, ხო? ეს მართლაც ბოროტება იქნებოდა. ამიტომ როდესაც რაღაცას შევიძენთ, სადღაც არის კარგი პროდუქტი, ყველას უზიარებთ, ხო? ქართველებს მით უმეტეს ეს გვჩვევია ჩვენ. არ არის ძნელი და რთული სამუშაო ეს ჩვენთვის. ამას ყველა ვაკეთებთ აი სიხარულით, სიამოვნებით. სამუშაო აი არ არსებობს, რომ ადამიანმა თქვას, რომ რაიმე ახლა იხვალ გათენდება და აუ როგორ მეზარება სამუშაოზე სამსახურში წასვლა. ნეტა არ მივდიოდე, ხო? აი ეს კომპანია, ეს სამსახურია არის ისეთი, სადაც ყველა სიხარულით მუშაობთ. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ აქ ვხედავთ ჩვენი შრომის ფასს, თანაც ძალიან მაღალ ფასს, არ არის ეს პატარა შემოსავლები, რომ სახში ჯდომით ონლაინ მუშაობით, ჩვენ ასეთ სერიოზულ ხელფასებზე გავიდეთ, ხო? და როგორც წევან ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, მაჩიკ ბონუსები, ხელფასიდან ხელფასი ეს რამდენით მოწვეულიც გეყოლებათ თქვენი პირადი ადამიანი, იმათგან 50% თქვენია. ამან სულ გამაოცა მე რომ გავიგე ასეთი სახის კომპანია არც მსმენია და ვერც გავიგებთ ალბათ 100 წელი არც იარსებებს ასეთი კომპანია. როგორია ახლა თქვენ შესაძლოა $500-ზე გახვედით, მაგრამ თქვენი მოწვეული გავიდა 1000-ზე, 2000-ზე, მესამე გავიდა 3000-ზე, ხო, მათგან 3000-ზე გავიდა 1500 თქვენია. მართალია თქვენ $500 ჯერჯერობით ვერ გასცდით, მაგრამ თქვენი პირადიდან 50% თქვენია. ამაზე მეტი ბედნიერება რა არის? ასე რომ კომპანია მართლაც არის რეალური, ლეგალური, სანდო, საიმედო, სადაც თამამად შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს დაპატიჟოთ, მოიწვიოთ, ისე რომ არ შერცხვებით. პირიქით, ყოველთვის თქვენი მადლობელი იქნება ის ადამიანი, ვისაც მოიწვევთ თქვენ, იმიტომ რომ ცხოვრება, ახლა ფული რომც გქონდეს ძალიან ბევრი ფული, თუ ჯანმრთელობა არა გვაქვს, იმ ფულს არაფრის ფასი არ აქვს, დამეთანხმებით, ხომ ასეა, ხო? აქ ფინანსებიც გვაქვს, ჯანმრთელობაც გვაქვს. მე თვითონ უკვე მესამედ მომდის პროდუქტი ამერიკიდან, თვითონ ვარ მომხმარებელი და მაქვს საოცარი შედეგები. ასე რომ პროდუქტიც არის უნიკალური და არც პროდუქტის გაყიდვა არ გვიწევს, როგორც სხვა ქსელურ მარკეტინგებში ხდებოდა. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს რეფერალურ ლინკს მივცემთ, ვისაც სურს შეძენა და არ სურს დარეგისტრირება, ის შეიძენს ჩვენი რეფერალური ლინკით, თავად გაეცნობა თითოეული პროდუქციის ანოტაციას, ეს კოლაგენია, D ვიტამინი, კაორით, თუ ნებისმიერი, თუ მაგნიუმი და ასე შემდგომ და თვითონვე გამოიწერს და თქვენს ხელფასზე აისახება იმ პროდუქციის გაყიდვიდან კიდევ პროცენტები თანხა და იმით მიხვდებით, რომ თქვენგან ვიღაცამ შეიძინა პროდუქტი. დამეთანხმებით, რომ ზღაპრული კომპანია არის, ხო?
საოცარი ნამდვილად. მარკეტინგია. საოცარი. მადლობა მოსმენისათვის და წარმატებებს გისურვებთ ძვირფასო სტუმრებო და ბევრი რეგისტრაციები გქონდეთ და თქვენ სასურველ ხელფასებზე მალე გასულიყავით ღვთისწყალობით. გაიხარეთ, ციცი, ძალიან დიდი მადლობა. კარგად დროებით გოგოებო. მეგობრებო, აბა თუ გვაქვს კიდე რამე შეკითხვა, თუ არა და დავასრულოთ. მე უბრალოდ მადლობებით შემოვიფარგლები ამ შემთხვევაში. მადლობა ქალბატონო ციცი, ქალბატონო ნანამ, მსმენელებს, ვინც გვესწრებოდა. დიდი წარმატებები და უდიდესი მადლობა. გაიხარე ოლიკო, მადლობა. მადლობა ოლიკო, რომ ასეთი ყოჩაღი გოგო მყავხარ. მეც უღრმეს მადლობას გიხდი. გაიხარეთ. შენსავით ყოჩაღი მოიყვანე ნანა. გაიხარეთ. წარმატებები ყველას. მადლობას გიხდით მეც, მადლობა ლირგულს, მადლობა თქვენ გოგოებო და მადლობა დღევანდელ დღეს. გაიხარე, მაკა ამ ჩვენს გუნდში ყველა მართლა ძალიან საუკეთესო ადამიანია და ძალიან მიხარია. აი ყველა ვიცნობ ძირითად მასას მაინც ვინც აქტიურობს და მართლა რაღაც ერთი ოჯახი ვითვართ და ძალიან მიხარია. ყოველ დღე რო არ ვნახო ესენი, მოკლედ ცუდად ვხდები ესე რომ მართლა ერთი ოჯახი ვითვართ და აი ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და ძალიან მაბედნიერებს და რომ ავალთ ყველა ძალიან დიდ ხელფასებზე, მერე ხო უფრო და უფრო ყველა ბედნიერი და წარმატებული და ფინანსურად ძლიერები ვიქნებით და ყველა დაბრუნდება საქართველოში ლივგუდის დახმარებით, მე ამაში ვარ დარწმუნებული. კარგით, მაშინ აი ამ კარგ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე. უკაცრავად ერთი ხუთი თუ შეიძლება. კი ბატონო.